5 ადამიანი დაშავდა დანით თავდასხმის შედეგად შოტლანდიაში, რომელიც თეთრკანიანმა მამაკაცმა ჩაიდინა იმ მზარდი ისლამოფობიური რიტორიკის გამო, რომელსაც ყველა ჩვენგან განივაწყდებით. და სანამ იტყვით, რა იცით, რომ ეს არაფერ კავშირში არ არის ისლამოფობიასთან ან მუსლიმებთან. მოდით ვნახოთ, რას ამბობდა თავდამსხმელი დანით მომხდარი თავდასხმის შემდეგ რამდენიმე წამში, მას შემდეგ რაც დააკავეს. დიდი მადლობა თქვენი დახმარებისთვის, ქვეყნისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ეს გააკეთა. მადლობა ამ ორ ახალგაზრდას. მადლობთ გულწრფელად. დიდი მადლობა. ვინც აქცენტი ვერ გაიგეთ, არაერთხელ გითხარით, რომ მე ვიცავ ქვეყანას ამ ცხეულ მუსლიმ ბოროტმოქმედებისგან, რომლებიც აუპატიურებენ ჩვენს ახალგაზრდა ქალიშვილებს, ჩვენს ბავშვებს. საკმარისია, მე უკვე მეყო. კარგი, ვფიქრობ, საკმაოდ ნათელია რა იყო ამ დანით თავდასხმის მოტივი. და მინდა ამაზე ვისაუბრო, რადგან როგორც უკვე იცით, ჩვენ ბევრ დროს უთმობთ იმ სიგიჟეების განხილვას, რაც ხდება დიდ ბრიტანეთში, განსაკუთრებით ეხლა ამ grooming ბანდების გამოძიებასთან დაკავშირებით. თუ ჯერ არ გსმენიათ ალბათ ყველაზე დიდ სკანდალზე მთელ პოლიტიკურ ისტორიაში და ჩემი აზრით ისეთზე, რომელიც ბევრად აღემატება იმას, რაც ეპსტინის საქმეებთან ხდება, ჩვენ ვსაუბრობთ დაახლოებით 150,000 ახალგაზრდა გოგონაზე, ძირითადად თეთრკანიანებზე დიდ ბრიტანეთში, რომლებიც სისტემატურად ექვემდებარებოდნენ grooming-ს და ჯგუფურ ძალადობას და მთავრობამ ეს დამალა. სამედიცინო სისტემებმა, როგორიცაა NHS-ი, ეს დამალეს. ადგილობრივმა საბჭოებმაც დამალეს. და რა თქმა უნდა, მუსლიმურმა საზოგადოებამაც არ ატეხა ხმაური ამაზე, რადგან უკვე საკმაოდ აშკარაა, რომ ასეთ რაღაცას ვერ დაფარავ, თუ არ არსებობს სისტემა, რომელიც ყველას ჩუმად და დუმილში ამყოფებს, რადგან ეშინოდათ ასეთი ტიპის თავდასხმის. მათ ეშინოდათ რასიზმის, რომელიც მოყვებოდა ასეთი შეშლილი ამბის გამჟღავნებას. ეხლა, როცა ეს ამბავი გახმაურდა, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა, რომელიც ისედაც ძალიან გაღიზიანებული და იმედგაცრუებულია ბოლო წლების განმავლობაში მომხდარი მრავალი სხვადასხვა მოვლენის გამო, თითქმის ადუღების წერტილს მიუახლოვდა. ფიქრობ, თითქმის ალბათ ძალიან სუბუქად ნათქვამია. ბელფასტში კაცის თავის მოჭრის ფაქტიდან დაწყებული, იმით დამთავრებული, რომ დიდი ბრიტანეთი ახლა აშკარად გრძალავს სოციალურ მედიას. თითქმის აგრძალა ტომი რობინსონის მარში და შეაჩერა მემარჯვენე პროტესტანტების შემოსვლა და ასე შემდეგ. მიგრაციის მძარდი პრობლემა ინგლისში, შოტლანდიასა და ირლანდიაში ბევრ ადამიანს ძალიან აშფოთებს. და ჩვენ ვიცით, რა რიტორიკა აქვთ მუსლიმებს ამ საკითხზე ყოველთვის. არაფრის თმა არ შეგიძლია, თორემ რასისტი გამოდიხარ. ვე დაუძახებ ყველა მუსლიმს ისლამისტს. ვერ იტყვი, რომ ისინი ყველას აზიანოა ჩვენი საზოგადოებისათვის და ბევრ შემთხვევაში ისინი მართალნი არიან. მაგრამ სანამ მივალთ იმაზე, თუ როგორ უპასუხეს პოლიტიკოსებმა ძალიან გულსატკენ მოვლენას და რა თქმა უნდა, როგორ ცდილობენ ისლამისტები ამ ყველაფრის თავის სასარგებლოდ გამოყენებას, მოდით ვნახოთ, რა მოხდა თავად თავდასხმის დროს, რადგან ეს სულაც არ არის სასიამოვნო. და ყველას, ვინც უფრო მგრძნობიარია, შეგახსენებთ, რომ ამას ტრიგერული გაფრთხილება უნდა ახლდეს. დასაწყისისთვის მამაკაცი ზედის გარეშეა. აი ეს არის ის კაცი. ის დადის დანით ხელში. მე ვფიქრობ, ეს თავისთავად უკვე საშიშია. არც ის ეხმარება, რომ მას ტატუები აქვს და ზედის გარეშეა, რაც კიდევ უფრო გიჟად აჩენს. და ეხლა ის იწყებს ადამიანებზე სირბილს. რაღაც, რაზეც გეტყოდით, ნამდვილად არ მომეწონებოდა. ეხლა ვფიქრობ, შეგვიძლია ვივარაუდოთ მხოლოდ ამ კადრებიდან, სადაც ის ცდილობს კარის გატეხვას და მინის დაჩფლეტას, რომ მას ხელში არსებული დანით კეთილგანწყობილი არაფერი აქვს განზრახული. და საინტერესო აღსანიშნავი, რამდენი ადამიანი უბრალოდ გვერდით ჩაივლის. ისე თითქოს ყველაფერი სულაც წესრიგშია და ტელეფონზეა დაკავებული. კარგი, ეს ის მომენტია, როცა პოლიცია მას აკავებს ან აპატიმრებს. და შეგიძლიათ გაიგონოთ ხალხის ყვირილი. მგონი მაღაზიაში შიგნით, ზუსტად არ ვიცი როგორ ამბობენ. არა და მადლობა ღმერთს, რომ შეძლეს მისი გარეთ დატოვება. უბრალოდ ისე და ისე გვიწევს ქვეყნის დაცვა ამ ცხეულ ნაბიჯებსა და არამზადებისგან, რომლებიც ჩვენს ახალგაზრდა ქალიშვილებსა და ბავშვებს აუპატიურებენ. საკმარისია. უკვე მეყო. კაცი ვფიქრობ, ალბათ წინასწარიო. არ ვიცი რატო. ეს არის ტყვის კვალი მის საქარემინაზე. გაურკვეველია. რაც თავისთავად საინტერესო იქნებოდა. აი პოლიცია მოდის, მგონი რომ იპოვონ ის შემთხვევის ადგილზე. მუსლიმები. მოგუსმინოთ. ის ბიჭი ცოტა გაგიჟდა, მაისური გაიხადა. ქუჩაში გაიქცა ხალხისკენ მაჩეთი თყვიროდა. მე ხო თქვენი დედამოთხნული მუსლიმები. დადებითი ისაა, რომ გონი არავინ დაშავებულა და ეხლა ის დაკავებულია. ეს არასწორია. ადამიანები დაშავდნენ. ვიცი რა გავაკეთე.
ეს არის ვიდეო, სადაც ჩანს რა მოხდა რეალურად ღონისძიებაზე და რა თქმა უნდა, Keir Starmer პასუხობს, ეს სრულიად შემზარავია, არავის უნდა შეხვდეს ძალადობა ჩვენს ქუჩებში. როგორც ჩანს, ამ ადამიანს ანტიმუსლიმური სიძულვილი ამოძრავებს. ამას არ მოვიტმენ, ის კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. ჩემი ფიქრები დაშავებულებთანაა, მადლობას ვუხდი პოლიციას და გადაუდებელი დახმარების სამსახურს სწრაფი რეაგირებისთვის. ეხლა თუ უბრალოდ ამას შეხედავთ, იფიქრებთ, კარგი, ვფიქრობ, ეს საკმაოდ მყარი პასუხია პრემიერ-მინისტრისგან. პრემიერ-მინისტრისგან, რომელიც შესაძლოა ამ კვირაში გადადგეს, მაგრამ ეს სხვა დროისთვის საუბრის თემაა. ლოგიკურია. უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი სახის უკიდურესად რასისტული თავდასხმა ძალიან სერიოზული პრობლემაა. ფიქრობ, პრობლემა რაც ხალხს აქვს Keir Starmer-თან და ამ tweet-თან დაკავშირებით, თავად tweet-ის შინაარსი კი არაა, არამედ ის ორმაგი სტანდარტის ვითარება რაც ხდება. რადგან შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე კვირისა და წლის განმავლობაში ძალიან ბევრი სერიოზული ანტითეთრი რამ მოხდა, მაგრამ ხალხმა ამის შესახებ ნაკლებად იცოდა, ან მედიამ ნაკლებად გააშუქა. და Keir Starmer-ი ამაზე ცოტა ჩუმად იყო, არ გამოუთქვამს მკაფიო განცხადება, რომ ამას კანონის სრული სიმკაცრით უნდა მიუდგეთ. რა თქმა უნდა, ტომი რობინსონია, ვინც ამას გაახმოვანებს, ხო ასეა. იგივე ქალაქი 90 დღის დაშორებით. ერთ შემთხვევაში ამას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე აწერენ, რადგან ამ კაცმა რაღაც ძალიან ცუდი ჩაიდინა, ხოლო მეორე შემთხვევაში კანონის სრული სიმკაცრით იმოქმედებენ. ტომი რობინსონი არასდროს იკავებს თავს ასეთ საკითხებზე საუთხებზე საუბრისას. მაგრამ მე მინდა მეჰდი ჰასანზე ვისაუბრო, რადგან მეჰდიმ ამ ამბავთან დაკავშირებული ნარატივის გაწევა ყველაფერს გვეუბნება, რაც უნდა ვიცოდეთ. საწყისისთვის, ესეთი თავდასხმა ისაა, რაც არავის უნდა. არავის უნდა რაიმე სახის ძალადობა საკუთარ ქუჩებში, თუ ისინი ჯანმრთელი, ანუ ძალიან არანძაღი ადამიანი არ არიან. ჩვენთან უმეტესობას არ უნდა, რომ ქუჩაში სიარულისას მოგვიწიოს იმის გააზრება, რომ ვიღაც შეიძლება დაგვარტყას, დაგჩრას, გაგვაუპატიუროს, დაგვესხას თავს, ციტაკის სპრეი შეგვასხას ან დაგხვრიტოს. ადამიანების უმეტესობა ასე გრძნობს თავს. ეხლა ეს არის რაღაც, რაც აბსოლუტურად იარაღად აქციეს, იარაღად გამოიყენეს ჩვეულებრივი ადამიანების წინააღმდეგ დიდ ბრიტანეთში, რადგან მათ შექმნეს ასეთი შეშლილი შიში. თუ რამე სიტყვი მზარდ პრობლემებზე, რაც შენ საზოგადოებაში ხდება, შენ იქნები ის, ვინც სრულად აგებს პასუხს ასეთი ძალადობრივი ქმედებისთვის. და ეს კიდევ უფრო გაამწვავა იმ ფაქტმა, რომ ეხლა მათ შეუძლია დაგაკავონ სოციალური მედიის პოსტების გამო, რომლებიც მათი აზრით შესაძლოა ვინმეს რაღაცისკენ უბიძგოს. არა პირდაპირი გავლენა, არა ის, რომ შენ დააწერე ეს პოსტი და ამის გამო ვიღაცამ რაღაც გააკეთა და ისინი ამას შენ გიწერენ ანგარიშზე. არა, უბრალოდ პოტენციურად. პოტენციალი იმისა, რასაც შენ ამბობ, შეიძლება ესეთი ზიანი მიაყენოს. და ამჟამად დიდ ბრიტანეთში ამ კაცის ვიდეო, სადაც ის ამბობს, თქვენ ისლამისტებო, თქვენ ისლამისტი ნაბიჯვრებო. ეს ვიდეო აძლევს ისლამისტებს, რომლებიც ფარავდნენ grooming ბანდებს და ფარავდნენ იმ სიგიჟეს, რაც ხდება დიდ ბრიტანეთში. ამ ვიდეო მისცა მათ ყველა ის არგუმენტი, რასაც ისინი ელოდნენ, რათა დაემტკიცებინათ, რომ თქვენ ვერ გამოააშკარავებთ ასეთ რაღაცებს. თქვენ ვერ ისაუბრებთ ესეთ საკითხებზე, რადგან თუ ამას გააკეთებთ, თქვენ იქნებით პასუხისმგებელი რასიზმზე. და მგონი ამის საუკეთესო მაგალითია მეჰდი ჰასანი. ვინც არ იცით, მეჰდი არის ესეთი, არ ვიცი, ინფლუენსერი, კომენტატორი ინტერნეტში. და ის, რა თქმა უნდა, ისლამისტია. ეხლა ზოგიერთი რამ, რაც მას წარსულში უთქვამს, ძალიან ცუდია, მაგრამ მას ინგლისური აქცენტი აქვს და უყვარს თავი ისე წარმოაჩინოს, თითქოს ნამდვილად ინგლისელი ხალხის მხარესაა. და რა თქმა უნდა, ამით ის მაქსიმალურად ცდილობს დაართმოდოს ხალხი, რომ დიდი ბრიტანეთის ისლამური ხელში ჩაგდება და ყველაფერი, რაც ხდება grooming ბანდებთან დაკავშირებით, სინამდვილეში არც ისე პრობლემურია. რა თქმა უნდა, ეს უბრალოდ მედიის ტყუილია, რომელიც ცდილობს მოგატყუოთ და манипуляცია გაგიწიოთ და ასე შემდეგ. მოდით წავიკითხოთ, როგორ საუბრობს ის ამ მოვლენაზე. ეს არის ანტიმუსლიმური ტერორიზმი, რომელსაც ხელს უწყობენ და ნორმალურად მიიჩნევენ ძალაუფლების მქონე ადამიანები, რაზეც არავის სურს საუბარი ან სერიოზულად აღქმა. სამარცხვინოა. რა თქმა უნდა, ასე გააშუქა ეს BBC Europe News-მა. ედინბურგის ქუჩებში შეიარაღებული მამაკაცი დადიოდა და 5 ადამიანი დაშავდა სავარაუდოდ ანტიმუსლიმური თავდასხმების შედეგად. თქვენ ყველამ ნახეთ ვიდეო, სადაც ვსაუბრობთ, როგორ უყვარს BBC-ს ამბების გაშუქება. გახსოვთ, როცა ისლამისტი მიგრანტი ცდილობდა თეთრკანიანი მამაკაცის თავის მოკვეთას ქუჩაში და BBC-მ გამოაქვეყნა ეს აბსურდული პოსტი, თითქოს ეს იყო უბრალოდ დანით თავდასხმის მცდელობა ბელფასტის ქუჩებში, მაშინ როცა ყველამ ზუსტად ვიცოდით რა ხდებოდა. დაიმახსოვრეთ, რომ იქ ისინი არასდროს იტყოდნენ, რომ ეს იყო ანტითეთრკანიანი მამაკაცის წინააღმდეგ მიმართული. აქ კი ისინი ძალიან ბედნიერები არიან, თქვან რომ ეს ანტიმუსლიმური თავდასხმა, რადგან ეს ზუსტად ერგება იმ რიტორიკას, რომელსაც დიდი ხანია ავრცელებენ. 5 მამაკაცი დაშავდა სავარაუდოდ ანტიმუსლიმურ თავდასხმათა სერიაში. ნახევრად შიშველი მამაკაცი შენიშნეს ედინბურგის ქუჩებში მოსიარულე. BBC-ს ცნობით, თავდასხმები კვლავ დაყავდა დაიწყო ქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარე მეჩეთთან, სადაც 2 მამაკაცი პარასკევს აღამოს დაშავდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ იგივე მამაკაცი ანადგურებს ბენზინგასამართ სადგურს და ამტრობს პიცერიას გარს, რამდენიმე მილით დაშორებულ ლეთემუოქზე, სანამ პოლიცია მას მიწაზე დააკავებდა. საინტერესოა ის ვიდეო, რომელიც ნახეთ, სადაც საქარე მინა დაიმსხვრა. შეიძლება სწორედ ის იყოს ამის პასუხისმგებელი. აი ასე გააშუქა ეს მოვლენა Sky News-მა. მამაკაცი
კაცი დააკავეს ედინბურგში მომხდარი ძალადობრივი თავდასხმების სერიის შემდეგ, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა. პოლიციის განცხადებით, ქალაქის რამდენიმე უბანში დაფიქსირდა შეტყობინებები თავდასხმებზე, მუქარებზე, ძარცვასა და ვანდალიზმზე. ტერორიზმთან ბრძოლის ოფიცრები ახლა გამოძიებას ხელმძღვანელობენ. შოტლანდიის მეჩეთების ასოციაციის განცხადებით, სამიზნე მუსლიმები იყვნენ და ეს ფაქტი საზოგადოებაში შოკს იწვევს. ჯგუფმა განცხადებაში აღნიშნა, რომ ედინბურგში მომხდარი თავდასხმები ასევე წარმოადგენს შემაშფოთებელი მტრულობისა და ძალადობის ბოლო შემთხვევას, რომელიც მუსლიმების მეჩეთებისა და ისლამური ინსტიტუტების მიმართ შოტლანდიის მასშტაბით ხდება. ბოლო თვეებში საზოგადოებებმა იხილეს, როგორ გახდნენ მეჩეთების სამიზნე, როგორ ხდებოდა რასისტული ინციდენტები მუსლიმური თემების მიმართ და როგორ გაიზარდა ანტიმუსლიმური რიტორიკა, როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ სივრცეში. დღეს ედინბურგსა და შოტლანდიაში მუსლიმურ თემებში არსებობს ძლიერი შოკის, შეშფოთებისა და რისხვის განცდა. ეს ბოლო თავდასხმები განსაკუთრებით შემაშფოთებელია, თუმცა ისინი ცალკე შემთხვევებად არ განიხილება. რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ. მათი პასუხი იქნება, თქვენ იცით, ეს ყველაფერი თქვენი პასუხისგებლობაა, ეს თქვენი ბრალია. ეხლა რაც ან თავდასხმამ გამაღიზიანა, გარდა იმისა, რომ ცხადი არავის უნდა დაჯრან ქუჩაში, ვფიქრობ, ეს სრულიად მიუღებელი გზაა ნებისმიერი საქმისთვის. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს შოტლანდიელების სტილი არ არის. ეს უფრო სხვა ადამიანების ჯგუფია, რომლებიც აქ მსხვერპლის როლს თამაშობენ და ისინი ნამდვილად არიან მსხვერპლი. სწორედ მათ დაესხნენ თავს ამ შემთხვევაში. და სწორედ ამიტომ აწუხებს ეს ამბავი, რადგან ეს აძლევს მათ ყველა იმ არგუმენტს, რაც სჭირდებათ იმისთვის, რომ ეს ამბავი თავზე დააყენონ და ისე წარმოაჩინონ, თითქოს ყველაფერი, რაც ახლა ხდება ამ გამოძიებებთან დაკავშირებით, თან დაკავშირებით სიმართლე არ არის. ეს არაფერ შუაშია იმ 250,000 გოგოსთან. ეს არაფერ შუაშია იმ მიტაცებასთან, რასაც ჩვენ ყველანი ვხედავთ ჩვენს ქალაქებში. ეს უბრალოდ თქვენ გინდათ რომ გვავნოთ, თქვენ გინდათ რომ გვადგინოთ. ეს ეხება იმ ვაკუუმს, რომელიც თქვენ შექმნით და ეს საშინელია, სახიფათოა და პრობლემურია. და სწორედ აქ მაქვს პრობლემა ამ ისტორიასთან, რადგან მიუხედავად იმისა, რომ კაცის ისტორია, რომელიც გავიდა და 5 ადამიანი დაჭრა, საშინელი და აბსურდულია. ეს არანაირად არ აუქმებს იმ სიგიჟეს, რაც მთელ დიდ ბრიტანეთში ისლამისტური აღზევების ფონზე ნახეთ. ეს უბრალოდ თავის თავს არ აუქმებს. თუმცა ეხლა ისინი ამას იყენებენ როგორც მტკიცებულებას იმისა, რომ არაფრის თქმა არ შეგიძლია ისლამურ საზოგადოებაზე, რადგან პასუხისმგებელი იქნები ამ გიჟკაცზე შოტლანდიაში, რომელიც მაისურის გარეშე დადის. და ამას საკმაოდ სწრაფად ვხედავთ ჩვენი საყვარელი პოლიტიკოსებისგან, შაბანა მაჰმუდი. მე შედრტუნებული ვარ ედინბურგში მომხდარი თავდასხმის ამბით. მადლობელი ვარ პოლიციისა და გადაუდებელი დახმარების სამსახურის მამაცობისთვის. ეჯმი ტანილი როგორც ჩანს, ანტიმუსლიმური სიძულვილით იყო მოტივირებული. სიძულვილსასა და ძალადობას მუსლიმების მიმართ ადგილი არ აქვს. ვიცი რომ ეს არ არის ის, ვინც ჩვენ ვართ, ჩვენ ვართ როგორც ქვეყანა. სხვათა შორის გახსოვთ ებრაელებზე თავდასხმები რამდენი დრო დასჭირდათ იმის გამოცხადებას, რომ ეს მიზანმიმართულად ებრაელების წინააღმდეგ იყო. აშკარად ამას საუკუნეები დასჭირდა. და თქვენ ხედავთ, რომ რუპერტ ლოუ პასუხობს ჰენრი ნოვაკთან და ბელფასთან ერთად. არ დაგავიწყდეთ, რატომ ამბობს ამას. ის ამბობს, ნახეთ, ისინი ყველაფრისგან ყურადღების გადატანას ცდილობენ, რაც ახლა ხდება. ისინი ცდილობენ თქვენი ყურადღება გადაიტანონ grooming ბანდებიდან და იმაზე, რაც ხდება ჰენრი ნოვაკთან დაკავშირებით, თეთხკანიანთან, რომელიც პოლიციის ძალადობის შედეგად მოკლეს და ბელფასტში, სადაც კაცს თავი თითქმის მოაჭრეს. ისინი გინდათ, რომ ამ ამბავზე გაამახვილოთ ყურადღება და არა იმაზე. ნამდვილი პრობლემა არ დაგავიწყდეთ. ეს კაცი საშინელია, ეს მიუღებელია. ამ ქმედებაში არაფერია ამისაღები. მაგრამ ისინი გინდათ, რომ ანტიისლამოფობიური რიტორიკის გავლენაში აღმოჩნდეთ და დაგარწმუნონ, რომ უნდა გაჩუმდეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ჩვენი ყველაზე ნაკლებად საყვარელი ადამიანი სამყაროში, ბუშრა შეიხი. რაც ედინბურგში მოხდა, ყველა ადამიანს უნდა აღაშფოთებდეს. იმედი მაქვს, რუპერტ ლოუ, რიჩარდ თაისი, ილონ მასკი, ტომი რობინსონი და დანარჩენი ანტიმუსლიმური აღშფოთების ინდუსტრია ამაყობენ თავიანთით. უკვე ელში ამომივიდა ყოველდღიური სიძულვილი. საკმარისია, აბსოლუტურად საკმარისია თქვენთვის. ვინც არიცით, ეს არის ქალი, რომელიც ირანში წავიდა, რათა ისლამური რესპუბლიკა გაეპიარებინა. ვფიქრობ, ეს უკვე საკმარისად მეტყოლებს იმაზე, ვინ არის სინამდვილეში ეს ქალი. ამ კაცმა ედინბურგში დაიწყო მასობრივი მკვლელობა. დაჯრა და თავს დაესხა მინიმუმ 5 ადამიანს. ყველა მათგანი დაშავებულია. ეს აშკარად ტერორისტული აქტი იყო. ანტიმუსლიმური თავდასხმა. პიროვნება, რომელმაც განაცხადა, რომ ეს გააკეთა იმიტომ, რომ უნდოდა გაწმენდა გაერთიანებული სამეფო მუსლიმი ნაბიჯრებისგან. კარგი, ეხლა მოდი ერთი წამით შევხედოთ ბუშრა შეიხის პროფილს, რადგან მაინტერესებს, არის თუ არა აქ რამე იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა grooming ბანდებთან, რაც მართლაც დიდი ამბავია, ეს უფრო დიდი ამბავია. 250,000 ახალგაზრდა გოგონა, რომლებიც ჯგუფურად, მაგრამ სისტემურად გააუპატიურეს, რაც მთავრობამ დაფარა, უფრო დიდი ამბავია, ვიდრე 5 ადამიანის დანით დაჭრა გიჟის მიერ. დამზადებულია ბრიტანეთში, პაკისტანური, დასავლეთ აზიური ფესვებით და ორივე ამაღად.
მოდით ვნახოთ. გვაქვს ანტიისრაელური თემები. ის პასუხობს მათ, ვინც მას ზულს. მაინტერესებს როგორ გაგრძელდება. კარგი, აი მისი კომენტარი. ჯგუფური გაუპატიურების ყველაზე დიდი ჩამდენები იყვნენ კოლონიზატორები, გლობალური მასშტაბის grooming ბანდები. ეს არის მისი აზრი grooming ბანდებზე. ზოგი ადამიანი ხედავს grooming ბანდების მსხვერპლებს და სურს, რომ მათთვის სამართლიანობა აღსრულდეს. რუპერტ ლონგი ეს გამოიყენა როგორც შესაძლებლობა, რომ თავისი ანტიისლამური პროპაგანდა გაევრცელებინა ექსპლუატაცია მაქსიმუმზე. ნამდვილად საზღვარი რამეა. ამ დამოუკიდებელმა ანგარიშმა დაასკვნა, რომ ეს მტკიცება ძალიან გადაჭარბებულია და სანდო მტკიცებულებებზე არ არის დაფუძნებული, რა ნაძირალაა. ასე რომ ის აქ წერს, რომ ეს ნამდვილი ამბავი არ არის. კარგი, ესე რომ ეს არის ის ადამიანი, ვისაც ვსაუბრობთ, უბრალოდ იმისთვის, რომ ყველას გქონდეთ კონტექსტი, ვინ არის ბუშრა შეიხი და რატომ წერს ამაზე. მაგრამ თქვენ ყავთ მეჰდი ჰასანი, იმავე კვირაში, როცა რუპერტ ლოუმ გამოაქვეყნა თავისი სისულელე ჯგუფური გაუპატიურების ანგარიში, სრულად ამტკიცებდა, რომ მუსლიმებმა გააუპატიურეს 250,000 თეთრკანიანი გოგო და იმავე კვირაში ელონ მასკმა გაავრცელა არ მოусმინო ეს ხდება. ვინმე გაკვირვებულია? ისინი აღვივებენ ძალადობას მუსლიმების წინააღმდეგ და ამხნევებენ ექსტრემისტებს. მოდი ძალიან ნათლად ვთქვათ, ეს არის მწვანეთა პარტიის ლიდერი. პოლიტიკოსების და მათი ტრილიონერი მეგობრის ელონ მასკის მუსლიმების მიმართ სიძულვილი ქმნის პირობებს ასეთი საზღვარი თავდასხმისთვის. დიდ სოლიდარობას უცხადებ მუსლიმთა საზოგადოებას ედინბურგში და მის ფარგლებს გარეთ. რა თქმა უნდა, რასაც ისინი აქ არ ახსენებენ და რაზეც არ საუბრობენ, არის ის ფაქტი, რომ ისლამოფობიური თავდასხმები შეიძლება იზრდებოდეს, მაგრამ რა უყოთ ყველაფერს, რაც ისლამიზაციის ზრდას მოხვება. სწორედ აქ უნდათ, რომ თქვენი ყურადღება იყოს მიმართული. ეს ძალიან ნათელი ნიმუშია, ეს ძალიან ნათელი რიტორიკაა. ნახეთ, ეხლა უკვე შეგვიძლია დავამტკიცოთ. შეგვიძლია საბოლოოდ დავამტკიცოთ, რომ საუბარი grooming ბანდებზე თქვენთვის საშიშია, რადგან ეს ნიშნავს, რომ შოტლანდიაში შეიძლება 5 ადამიანი დაჯრან. არა. დანაშაულების, თავდასხმების და ტერორიზმის გამოყენების ზრდა პოლიტიკური გზამილის გასავრცელებლად სადღაც დაიწყო და ეს შოტლანდიელებთან არ დაწყებულა. მოდით ეს ნათლად ვთქვათ. მოდით ეს კიდევ ერთხელ გავიხსენოთ. და მოდით გავიხსენოთ, რომ დიახ, სრულიად სწორია. ტერორისტული თავდასხმა დაგმო რომელიმე ჯგუფის წინააღმდეგ, რადგან ეს საშინელის აქციელია და არავის არ უნდა დაერჭოს დანა, არავის არ უნდა დაესხას თავს ან შეიჭრას სხვის საკუთრებაში. მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს მოხდა, არ ნიშნავს, რომ ისლამისტური ზრდა დიდ ბრიტანეთში დაუყოვნებლივ პრობლემური არ არის. და ის ფაქტი, რომ მთავარი ისლამისტური პროპაგანდისტები მაშინვე ამ ნარატივს ეჭიდებიან, უკვე ყველაფერს გეუბნებათ ამ ამბავზე. მადლობა ყურადღებისთვის.